ჩვენ დავრუნდით მეგობრებო, ღამის კომუნიკატორი კვლავ ეთერშია. ჩვენი სტუმარია თემო კვირკველია, წარგიდგინეთ ეს ადამიანი, ის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასართობი მიმართულების ხელმძღვანელი და ასევე ახალი პროექტის ავტორი და წამყვანი, რომელსაც ქვია ადამიანი კამერით. მოგესალმებით. ჩვენთან ტრადიცია ახალი პროექტების წარდგენა ხდება ჩვენთან და ძალიან ვიხარია ეს ამბავი. კამერით მოდიო, ეს მოიტანე, ხო? ეს კამერა. დღეს უკვე შეგიძლია ამით გადაიღო? არაფერი საჭირო არა. უთოთი შეგიძლია გადაიღო ფოტო. რას დავინახავთ ჩვენს ლინზაში თამი? ჩვენ ლინზაში დაინახავთ, დავაკვირდებით ფოტოგრაფიას. აი, თავიდან ბოლომდე პროცესი, როგორ იქნება ფოტოგრაფია, გვინდა რომ ვაჩვენოთ ეს. კონკურსის ტიპის გადაცემა, მაგრამ შემეცნებით, ეს არის მთავარი, რომ რეალურად რო გითხრათ, მანამდე გადავათვალიერე არა მარტო ქართულ სივრცეში, მედია სივრცეში, საერთოდ ძალიან ცოტა არის ფოტოგრაფიაზე გადაცემა. აი ესეთი კონკურსის ტიპის. ციგნით ცოტაა და ინფორმაციაც ცოტაა. საერთოდ რა დღეში ვართ. ხო და ამიტომ ერთი ჟურნალიც არ არის, მე მგონი ფოტოგრაფიული ხო ცალკე? ხო, იყო რაღაც პერიოდი, ანა ბეჭდი იყო ძალიან კარგი ჟურნალი. ეხლაც რაღაცები არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ვაკუუმი შესავსებია. და ეს იქნება გადაცემა, სადაც როგორც უკვე ვთქვი, აი დასაწყისიდან როგორ იგეგმება, როგორ ჩდება იდეა, შემდეგ როგორ ხდება შესრულება, გაანალიზება და აი გალერეამდე შედეგის მიწოდება, თქვათ, კი, მაყურებელს, ხო? მოდი ვთქვათ, კონკურსი ახსენე შენ. არიან მონაწილეები. რა პრინციპით არიან შერჩეული ისინი და რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს? მონაწილეები უკვე შერჩეული არიან. ოლიმპიური სისტემით გამოვლინდება, ახლა ყავს 12 ფოტოგრაფი, პირველ ეტაპზე გამოვლინდება 6, შემდეგ 3 დარჩება და ამ 3-დან 1 საუკეთესო ტიტულით ადამიანი კამერით. ესენი არიან, ასე თუ ისე, არიან მოყვარულებიც, არიან შემდგარი ფოტოგრაფებიც. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ თითოეულ გადაცემაში სახელდება თემა და შემდეგ ამ თემას ვინ როგორ შეასრულებს. ანუ პარალელურად კონკურსის გარდა ხდება ასე რომ 12-ვე მონაწილის ფოტო დაიკიდება ამირანის კინოთეატრ ამირანის ჰოლში. უკვე გადაცემის გასვლის დღიდან 16 იანვარია, ხო? მაყურებელი ახლა ხედავს თქვენს Facebook გვერდს, სადაც არის სიახლე გადაცემის ანონსი. რა შეეხება მონაწილეებს უკვე შემდეგი სეზონისთვის გვინდა რომ ასე ვების საშუალებით გამოვლინდნენ შემდეგი სეზონის მონაწილეები. ანუ მაყურებელი ჩაერთოს. კი, ეს აუცილებელია. ეს პირველი სეზონი მაინც უფრო სტიმული გვინდა რომ მივცეთ და ვანახოთ ფოტოგრაფია. უფრო ვიყოთ კონკრეტული, ხო? მე ვიღებ მონაწილეობას, მონაწილეობა, ხო? მაძლევთ თემას, თქვათ, აი რაღაცა, წვდიათი. გადაიღე წვდიათი. აი რას ვაკეთებ? მივდივარ, თავისუფალი ვარ არჩევანში, ლოკაციაში, რამდენი დრო მაქვს ამისთვის და შენ გექნება ერთი დღე და ვინ ამოწმებს? შენ გექნება ერთი დღე, მოიფიქრებ ამას, შემდეგ წამყვანი მოვა, არ მოგასწრებს, გამოკითხავს, დაგკითხავს კიდე შეიძლება იყოს. ამას ყველაფერს ხედავს მაყურებელი. ხო, ეს იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელმა გაიგოს, როგორ ფიქრობ შენ, რას გადაწყვეტ, მე როგორ ასრულებ და გადაუხვევ თუ არა, თქვა შენ ჩაფიქრებულ გზას. ასე თქვა ფოტოგრაფია მაინც არის ეს რაღაც ბედნიერი შემთხვევასთან შეხვედრა, ხო? რაც არ უნდა დავგეგმოთ და გადავწყვიტოთ, იქ რაღაცა წამი გამოჩნდება, რომელიც იცხვი რომ აი ეს არის ჩემი წამი და თქვენი პრომოს. საკმაოდ თამბეჭდავი პრომო გაქვთ? კი, ეს ჩვენმა რეჟისორმა ამირან დოლიძემ გადაწყვიტა ასეთი პრომოს გაკეთება. ნუ არ ვიცი ხა ფოტოგენური გინდა ხო გითხრა ფოტოგენური ნუ შევებს კი ნახოთ ხო გადაცემა კიდევ უკეთესი შემიძლია გითხრათ ფილმი გამახსენდა ერთი ნაპოლეონ დინამიტი არის თუ გაქვთ ფოტოსესიის კადრები არის თემო მენტორები ეყოლება პროექტს ვინც შეაფასებს ნამუშევარს მონაწილეებს ვინ იქნებიან ისინი და ისინი რა პრინციპით არჩევენ გურამ წიბახაშვილი და მაკა კუკულა ორი ესეთი ავტორიტეტი, ამიტომ აი ამ პრინციპით შევარჩიე. ორი კაცია თუ შენ ხარ, მე უკვე მონაწილეობას ვიღებ მათ უერთები, როდესაც ხდება შეფასება ფოტოსი. ვინაიდან თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ პროცესში. ანუ ხდება ესეთი სქემა არის, თავიდან ხვდებით მონაწილეებს, დასახელდება თემა, მაგალითად წვდიადი, როგორც შენ თქვი, ამ ახალი წლის ღამეს რა წვდიადი მოგინდა ვერ გავიგე. დაღამდა. ხო, სპორტის ფსიქოანალიტიკა შეგვიძლია დავხატოთ. და საინტერესოა ის, რომ მენტორები ყვებიან, თქვა სხვადასხვა ავტორები როგორ შეასრულებდნენ ამ თემას, ან როგორ შეასრულეს. აქ არ არის მითითება, რომ მაინც და მაინც ამ გზით წავიდნენ, მაგრამ ეს არის ინფორმაციული მხარე. შემდეგ ვებზე იქნება ბევრი ლინკი, თქვათ ავტორებზე თუ ახსენებთ, თქვათ ანსელ ადამს, იქნება ლინკი ვინ არის ანსელ ადამსი და გადავალთ ანსელ ადამზე ან არაკიზე გადავალთ ან ჰელმუტ ნიუტონზე და ესე შემეცნებითი მხარე იქნება, ნუ
ისეთი რომ დაგეჭილი და ხელის გულს დაგებულია. ტექნიკური იმას გითხავ რა, ფირს ციფრულს აქვს მნიშვნელობა თუ ციფრულ? რა თქმა უნდა არა. დღეს ფოტოგრაფიაში ესეთი არა, იმიტომ რომ სხვადასხვა სპეციფიკა, Instagram ფოტოგრაფიაც მიიღება. ხო, არა. თუ გინდა ტელეფონით გადაიღებ, თუ გინდა ფირით, თუ გინდა ციფრით, არ ვიცი. თემო, შოუსთვის მნიშვნელოვანი ელემენტი არის რეალიტი შოუს ელემენტი, რომელიც ასევე ემატება თქვენს გადაცემას, ხო? რაიმე ზეწოლის ქვეშ თუ იქნებიან, რა პირობებში იმუშავებენ ფოტოგრაფები? სულ პრესის ქვეშ არის. პორტრეტები, რომ მათ გაცნობის შესაძლებლობა თუ მიეცემა მაყურებელს. ანუ იმისათვის რომ გაიცნონ ფოტოგრაფი მე მგონი ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, ვაკვირდებით თავიდან ბოლომდე, როგორ იმუშავებს ერთი დღის განმავლობაში. ზეწოლა ალბათ ამას არ ქვია. უბრალოდ კამერით დავყვებით. ეს გადაცემა დაინტერესებს პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ფოტოგრაფია, ფოტოგრაფიასთან ახლოს გაიარა. ხო, რით დაინტერესებს იმ მაყურებელს, წეგალ თქვი სათოფეზე რო არ ეკარება ფოტოგრაფიას, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს. მისთვის თუ არის შემეცნებით საგანმანათლებლო რაღაც ინფორმაციის მომწოდებელი. ეს გადაცემა ალბათ ემსახურება მაგასაც, რომ ვისაც აქვს ოდნავ ინტერესი და აქვს რაღაცა ბარიერი, რომ გამომივა, არ გამომივა, ვაჩვენოთ რამდენად მარტივია. ტექნიკურად დღეს ფოტოგრაფია ძალიან მარტივია. მართლა ტელეფონით შეიძლება გადაიღო ხო ფოტო და არანაკლები ღირებულების იყოს, ვიდრე თქვათ რაღაცა უზარმაზარი ფირის კამერით. თუმცა შეიძლება თქვათ რაღაც კონკრეტული დავალება რომ იცე, ისეთი სოციალური თემა წამოიწიოს, რომელიც აქტუალურია, ხო? და ეს უკვე კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტის, კი, სოციალური თემა იქნება თუ არა, ეს არის გადასაწყვეტი თვითონ ფოტოგრაფის. თემა არის, თქვათ, პირველი გადაცემის სინათლე, მეორის ადამიანი, მესამის სიშიშვლე, როგორც დაინახავს, ანუ ჟანრობრივად ჩვენ არ ვიძლევით ამოცანას. ვაძლევთ თემას და იმან შეიძლება ეს გადაიღოს მიაბა სოციალური თემა, გადაიღოს პეიზაჟი, გადაიღოს არ ვიცი, ჟანრობრივად რაც ეკნება თუ არა ინტერნეტ მაყურებელს ან ტელევიზიის მაყურებელს შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა რაიმე ინტერნეტ კონკურსებში. გადაგვი. რაღაცნაირად თვითონ უპასუხოს ამ თემას, აი სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება რაღაც ბარიერი ჰქონდეთ. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ზუსტად ინტერნეტშიც პარალელურად იქნება კონკურსები და ზუსტად ამ კონკურსის შედეგად გამოვლენილი ალბათ საუკეთესო მონაწილეებით ფოტოგრაფები თუ მოხალისეები დაკავდებიან უკვე შემდეგ სეზონზე. ეს არის პრიზი. ეს არის პრიზი, ну აი ამ ეტაპზე ვებში მონაწილე ფოტოგრაფებისთვის. პრიზი ტელეგადაცემის სხვა არის. ხო, საიდუმლო ეს ეს უკვე ნელ-ნელა. გასაგებია. მაინტერესებს თვითონ პროფესიული ზრდის კუთხით რამდენად შეუწყობს ხელს მონაწილეებს ეს გადაცემა. თვითონ მონაწილეებისთვის ხო არ ვიცი, როგორც უკვე თქვი, ისინი უკვე შემდგარი ფოტოგრაფები არიან, მაგრამ რახან იღებენ მონაწილეობას, ესე იგი მათთვის საინტერესოა მენტორების მონაწილეობა ამას გულისხმობ. მენტორების მონაწილეობა. მენტორები ხო იღებენ მონაწილეობას, გააწყვეტებენ, აფასებენ, ხო, ფიქრობ რომ ჩართულობა ამ პროექტში რაღაცას მათაც მიცემს, კი, თუნდაც ინფორმაციის გაცვლას, მე როგორც თქვი, იქნება გამოფენა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, კინოთეატრ ამირანის ფოიეში 16 იანვრიდან, ანუ 12-ვე შემსრულებლის ფოტოს იხილავენ, იქ არ იქნება გამარჯვებული და დამარცხებული. იმიტომ რომ ყველას ფოტო გამოიფინება და ალბათ ეს მათთვის რაღაც არის. და შევახსენოთ დრო გადაცემის. შაბათს 21 საათს. 21 საათს, ყოველ შაბათს. კი, ყოველ დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ, დაგებრუნებთ ამას და კამერასაც თუ მოაყოლებ, ხანდახან არ იქნება. წამოგეღო, გადაგეღო. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო თემო კვირკველია, რომელიც გახლავთ ახალი პროექტის ავტორი და წამყვანი. პროექტს ქვია ადამიანი კამერით და შაბათს 9 საათიდან შეგიძლიათ ადევნოთ ამ პროექტს თვალი. ამით დღევანდელი გადაცემის დრო ამოიწურა. ჩვენ გიტოვებთ ცოცხალ სესიას, ეს არის ჯგუფი ზეგ კომპოზიციით ზეგ. ჩვენ კი ხვალ მომდე გემშვიდობებით ნახვამდის. ზეგამდე.